ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, მაშინ ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობითა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკოსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. განცხადებაში ვკითხულობთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დაკავებულები არიან და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. ასევე მოუწოდებთ ხელისუფლებას გაუქმოს გადაწყვეტილება 7 დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყენვის შესახებ. ნათქვამია განცხადებაში. ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია არჩევნებზე დასაკვირებლად ეუთოოდირი. Გავსი ტიპის განცხადებას აკეთებს ყველა და უკვე ძალიან ბევრი თვეა, ხო? იგულისხმება ის, რომ არ უნდა მიიღონ კანონები, რომელიც სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს ხვდავს, არ უნდა დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები და ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რომელიც შეაჩერეს და რიტორიკა, რომელიც არის კაფიოდ ანტიდასავლური და კონფრონტაციული, უნდა შეჩერდეს. ანუ სისტემური გადატვირთვის, ასე ვთქვათ, მოთხოვნა აქვს ევროპას ძალიან დიდი ხანია, თუმცა ივანიშვილისგან კაფიოდ ჩანს, რომ ის არ აპირებს არანაირი გადატვირთვას, ამიტომაც ქართული ხალხის მიერ არის ისევ ყველაფერი გასაკეთებელი. ეს განცხადება არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ხედავთ ქართული ოცნება ბოლო წლების განმავლობაში როგორ მიდის უკუსვლით დემოკრატიიდან და დემოკრატიას ცილდება შესაბამისად ევროკავშირი მუდმივად ცდილობს რომ შანსები მისცეს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ევროკავშირს ჯერა ქართული ხალხის განწყობის და იმას რომ ქართული ხალხი რეალურად იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას. სამწუხაროდ ამ განცხადებებში არასოდეს არ არის ხოლმე კონკრეტიკა. რას ნიშნავს თანამშრომლობა? თანამშრომლობა იმას ნიშნავს, რომ აქ მეორე ფრონტი გავხსნა, LGBT პროპაგანდა გავაჩაღო ბაღებში და სკოლებში, რასაც გვეუბნებიან ევრორეზოლუციებით. ალბათ ამაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხო? ევროპარლამენტის რეზოლუციებში რაც არის, მათ ოფიციალურ მოთხოვნებში რაც არის, რომ ჩვენ გამჭვირვალობა არ უნდა გქონდეს თურმე გამჭვირვალობის კანონი. ყველას უნდა გქონდეს და საქართველოში გამჭვირვალოდ არ უნდა იწოდეს საზოგადოებამ სადიხარჯება უცხოური ფული, ნუ რას უკაცრავად. LGBT პროპაგანდა უნდა იყოს ნაცვლად ტრადიციებისა, ნუ რას უკაცრავად და მეორე ფრონტი უნდა გაიხსნათ და ნაცვლად მშვიდობისა, ასევე ნუ რას უკაცრავად. თუ ამას გულისხმობენ და სავარაუდოდ ამას გულისხმობენ, ეს არ არის თანამშრომლობა, ეს არის მტრობა და სხვათა შორის თანამშრომლობთ იმ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ევროპულთან, რომლებიც ყოველ კვირა, ხან ორჯერ კვირაში აფასებენ საქართველოს დემოკრატიულ პროცესს, კორუფციასთან ბრძოლას და ჩვენ კორუფციასთან ბრძოლაში ოცეულში ვართ. უკრაინა კორუფციონერ ქვეყანად პირველ ადგილზეა, როგორც კორუფციონერი ქვეყანა და მოლდოვა მესამე ადგილზეა. რომელ ქმედებებზე გვესაუბრებიან? პირველი, თუ საქართველოს სახელმწიფოში არის მასობრივი კანონდარღვევისკენ მოწოდება, ღიად ლაპარაკობენ დამხობაზე და რევოლუციაზე. არ მხოლოდ ლაპარაკობენ გასული თვეების განმავლობაში პოლიციელებზე პირდაპირ თავდასხმებს აწყობდნენ. ამაზე კანონმა მოითხოვა პასუხი. ამას დავანებოთ თავი? ესე ზოგადი საუბარი კურსის შეცვალი არ გაგვო. შემდეგი თან პოლიტპატიმრებს ეძახიან და გაათავისუფლებდო. მაშინ უნდა თქვა, რომ ეს კონკრეტული პირები ამის გამო არიან ტყუილად დაკავებული და მათ ეს ქმედება არ ჩაუდენიათ. ასეთ რამეს ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ეს მტკიცებულებები არსებობს.